თავი 35. უთხრა ღმერთმა იაკობს: ატექი და წადი ბეთელს და იქი ცხოვრე. აუგე იქ სამსხვეპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა შენს ძმას ესავს გაურბოდი. უთხრა იაკობმა თავის ახს და ყველას, ვინც კი მასთან იყო. გაყარეთ უცხო ღმერთები, რომელნიც აკავთ, განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი. ატექით და წავიდეთ ბეთელში, რომ სამსხვერპლო აუგო იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გასაჭირში და ჩემთან იყო გზაზე, სადაც მივდიოდი. მიუტანეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი ხელთ რომ ჰქონდათ და საყურეები ყურებზე რომ ეკიდათ და დაფლა ისინი იაკობმა შექერთა მდგარი მუხის ქვეშ და დაიძრნენ. ღვთისშიში იყო გარშემო ქალაქებზე და არ დაედევნენ იაკობის ძედ. მივიდა იაკობი მთელი თავისი ხალხით ლუზში, ანუ ბეთელში, ქანაანის ქვეყანაში რომ არის. ააგო იქ სამსხვეპლო და უწოდა იმ ადგილს სახელად ელ-ბეთელი, რადგან აქ გამოეცხადა ღმერთი, როცა თავის ძმას გაურბოდა. მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა და დამარხეს ბეთელს ქვემოთ მუხის ქვეშ. უწოდა სახელად ამ ადგილს ალონ ბაქუთი, მუხა გლოვისა. კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა ღმერთმა იგი. უთხრა ღმერთმა: იაკობია შენი სახელი. აღარ გერქმევა ამიერიდან სახელად იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი და უწოდა სახელად ისრაელი. უთხრა ღმერთმა: მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი, ინაყოფიერი და გამრავლდი. ხალხი და ხალხთა კრებული წარმოიშობა შენგან და მეფენი გამოვლენ შენი საზარდულიდან. ქვეყანა, რომელიც მივეცი აბრაამს და ისაკს, შენთვის მომიცია, შენი შთამომავლობისთვის მომიცია ეს ქვეყანა. გაშორდა მას ღმერთი იმ ადგილიდან, სადაც ელაპარაკებოდა. მაშინ აღმართა იაკობმა სვეტი იმ ადგილას, სადაც ღმერთი ელაპარაკა. სვეტი ქვისა და დაღვარა მასზე საყვრელი და სხოზეთი. უწოდა იაკობმა სახელად ბეთილი იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკა. დაიძრნენ ბეთილიდან და ეფრათამდე არ იყვნენ მისულნი, რომ მოილოგინა რახელმა. ძინე ჰქონდა მშობიარობა. როცა უძნელდებოდა მშობიარობა, უთხრა რახელს ბებიაქალმა: ნუ გვეშინია, რადგან ახლაც ვაჟი გეყოლება. სულის ამოხდომისას როცა კვდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენყონი, ძე ჩემი ტკივილისა, ხოლო მამამ უწოდა ბენიამინი, ძე მარჯვენისა. მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათის გზაზე, ეს არის ბეთლემი. აღმართა სვეტი იაკობმა მის საფლავზე. ეს არის რახელის საფლავის სვეტი დღევანდლამდე. გაემგზავრა აქედან ისრაელი და გაშალა კარავი გედერის გოდლის უკან. ამ ქვეყანაში ყოფნისას ადგა რეუბენი და შევიდა ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან და გაიგო ეს ისრაელმა. ლეას ძენი იყვნენ რეუბენი, იაკობის პირმშო, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულონი. რახელის ძენი იყვნენ იოსები და ბენიამინი. ბილჰას ძენი რახელის მხევლისა, დანი და ნაფთალი. ზილფას ძენი ლეას მხევლისა, გადი და აშერი. ესენი არიან იაკობის ძენი, რომელნიც შეეძინა მას ფადან არამში. მივიდა იაკობი ისაკთან, მამამისთან მამრეში, კირიათ არბეში, ანუ ხებრონში, სადაც მდგმურობდნენ აბრაამი და ისაკი. 180 წლისა იყო ისაკი. აღესრულა ისაკი და მოკვდა. შეერთო თავის ხალხს მოხუცებული და ხანსრული და დამარხეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა შვილებმა.